მოგესალმებით. მიმდინარე ვიდეოში სულ შემოგთავაზოთ მორიგი 5 ტესტური დავალება, ხოლო ამ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან. ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორმატის მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები გეხმარებათ ცოდნის გახსენებაში, გადამეორებაში. დავიწყოთ პირველ ტესტზე მუშაობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ავარიანტია საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. B ვარიანტია საერთაშორისო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. G ვარიანტია საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვის საპროცესო წესებს და D ვარიანტია საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების გადაწყვეტის საპროცესო წესებს. აქ სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი, თანახმად კოდექსის პირველი მუხლისა, რომელიც გვეუბნება ესეთ რამეს, რომ ეს კოდექსი, ანუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. ანუ არ შემოხაზოთ ამ შემთხვევაში D ვარიანტი, სადაც საუბარია ადმინისტრაციული საქმეების გადაწყვეტის საპროცესო წესებზე, მხოლოდ საპროცესო წესებს არ განსაზღვრავს საქმის გადაწყვეტის, არამედ საუბარი არის საქმეების განხილვაზეც. ხო, ჯერ უნდა მოხდეს საქმის განხილვა, ხოლო შემდეგ გადაწყვეტა. ამიტომ ვიტყვით, რომ აქ გვაქვს სწორი პასუხი A ვარიანტი. გადავიდეთ მეორე ტესტურ დავალებაზე. თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალმოებაში გამოიყენება A ვარიანტია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებანი, B ვარიანტია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებანი, G ვარიანტია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი და D ვარიანტია შრომის სამართლის კოდექსის დებულებანი. აქაც უნდა გამოვიყენოთ პირველი მუხლი კოდექსისა, რომლის მიხედვითაც სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სამართალმოებაში, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალმოებაზე, გამოიყენება დებულებანი, რომელიც არის გაწერილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამიტომ აქ ვიტყვით, რომ სწორი პასუხი ექნება, რა თქმა უნდა, G ვარიანტი. გადავიდეთ მორიგ მესამე ტესტურ დავალებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს A ვარიანტია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, B ვარიანტია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, G ვარიანტია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე და D ვარიანტია ყველა პასუხი სწორი არის. აქ D ვარიანტი გვექნება ჩვენ სწორი, რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი ვარიანტები სამივე სწორი ვარიანტი არის და სამივესთან დაკავშირებით შეიძლება იყოს დავის საგანი. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანზეა საუბარი. აქ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მეორე მუხლი კოდექსისა, რომელიც სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული საქმეებს ჩამოთვლის. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, B ვარიანტია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, G ვარიანტია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე და გვაქვს ერთ-ერთი საგანიც, რაც ჩვენ ვარიანტებში ჩამოთვლილი არ გვაქვს და ესეც გავიხსენოთ, ასევე აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალ ურთიერთობის არსებობა არ არსებობის დადგენა. აი ეს ჩამონათვალი არის თუ რა შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი კოდექსიდან გამომდინარე და აქ ჩვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, სწორ პასუხად მოვხაზავთ D ვარიანტს. გადავიდეთ მორიგ ტესტურ დავალებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს A ვარიანტი არის
არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს, B ვარიანტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, G ვარიანტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და D ვარიანტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. აქ სწორი პასუხი გვექნება ცხადია B ვარიანტი, ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. ეხლა აქ საუბარი რაზე გვაქვს? არის საუბარი დისპოზიციურობის პრინციპზე. მესამე მუხლიდან გამომდინარე კოდექსისა, ადმინისტრაციული სამართლწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არის თავისთავად მორიგები დაამთავროს საქმე, ასევე სარჩელზე თქواس უარი ან სარჩელი ცნობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობას ყოველივე ეს არ ეწინააღმდეგება. ამიტომ, როგორც უკვე აღნიშნეთ, სწორი პასუხად აქ ჩვენ რა თქმა უნდა მოვხაზავთ B ვარიანტს. და გადავიდეთ მიმდინარე განხილვის ბოლო მეხუთე ტესტურ დავალებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით სასამართლო უფლებამოსილია მხარის ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. B ვარიანტია. მესამე პირის ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. G ვარიანტია. თავის ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად და ბოლო ვარიანტია. თავისი ინიციატივით არ მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ეხლა ჩვენ აქ ამაზე სწორი პასუხი გავცეთ, უნდა ვიცოდეთ კარგად მეოთხე მუხლი ადმინისტრაციული კოდექსისა და ვთქვათ პირდაპირ რომ სწორი პასუხი გვაქვს აქ ჩვენ G ვარიანტი. საქმე რაში არის? მეოთხე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლით მინიჭებული შესაძლებლობით, ანუ იმ უფლებამოვალეობებით. ამასთან სასამართლო არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ანუ საკუთარი ინიციატივით აქვს ამის უფლებამოსილება და არ არის აუცილებელი რომ მხარემ იშუამდგომობს მხარის ინიციატივა ჭირდებოდეს ამას. აქვე ორი სიტყვით თქვა თუ რას გულისხმობს, რას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლი, ხო? რომლის გამოყენების უფლებამოსილებაც ადმინისტრაციულ პროცესში მოსამართლეს აქვს. ეს არის შეჯიბრებითობა, სამართლწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ასაბუთებენ თავიანთ მოთხოვნებს, უარყოფენ ან აქ არ წყლებენ მეორე მხარის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მოსაზრებებს თუ მტკიცებულებებს. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს აღნიშნული ფაქტები დადასტურებული. ანუ შეჯიბრებითობის პრინციპი გვაქვს ჩადებული საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და ეს შეჯიბრებითობის პრინციპი გამოიყენება ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შემთხვევაში, ანუ ადმინისტრაციული წარმოებისას, სასამართლო საქმის განხილვისას გამოყენებული არის მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. მიმდინარე ვიდეოში ეს 5 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა რომ თქვენთვის შევმეთავაზებინა, ვფიქრობ რომ გამოგადგებათ მეცადინეობის პროცესში და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.